მოკლედ მიფრინავს დიდი რაღაცა გემი რა იყო და თვითფრინავი და ჩამოვარდება ეს თვითფრინავი რაღაცა კუნძულზე დავარდება ხო და დაიხოცება მოკლედ ყველა და გადარჩება ერთი კაცი მარტო. ხო და გამოფხიზდა ახლა ეს ერთი კაცი იყურება იქეთ აქეთ რაღაცა ხანფეხი აგდია იქეთ ყური მოდის რაღაცა მოკლედ დახოცილია ყველაფერი სისხლის იქეთ აქეთ და არ იცის რა ქნას მოკლედ აღელვებულია და ეს კაცი თან არის მუსიკოსი ვიოლინოზე უკრავს და გაიხედავს თავისი ვიოლინო აგდია იქ. ხო და მივარდება უცბად აიღებს რომ დაუწყნარდეო რაღაცა და დაიწყებს დაკვრას რა და უკრავს და გაიხედება და მოდის ლომი ხო და ვაიმე სად დამერხაო კაროჩე და ადგა და გაიქცევა რა გაიქცევა და უკან იყურება ეს ლომი მოსდევს და აქედან უყვირის ეს რომ ამდენი მკვდარი ხალხი არის ჩემთან რა გინდაო მაინც მიდი ჭამე ისინიო და მოკლედ არ ეშვება ლომი და უკვე ბოლო წამია უნდა დაიჭიროს და მაგის დედაც ვატირეო აბა სხვა გზა არ დამრჩენიაო და ისევ ჩემ ვიოლინო შეუბერაო და აიღო უცბად და დაიწყო ეგრევე დაკვრა და თვალები დახუჭული აქ უკრავს ამაზე რაღაცას ასწავლებს ასრულებს ახალი კომპოზიცია დაწერა მოკლედ იქეთ აქეთ და ეხლა გავიდა кайხანი ბიჭო და ამას წამიწამზე უნდა დაეგლიჯათ და არ გლიჯავს ეს ლომი რა და ერთი თვალით ასე ნელ-ნელა იყურება გაიხედა ეს ლომი ზის მან უსმენს გააგრძელა ამან დაკვრა გაიხედა იქეთ პატარა ბოკრები მოდიან იქედან დედა ლომი მოვიდა რაღაც ამოკლედ შეიკრიბა მთელი ოჯახი და ეს ვისაც უნდა დაეგლიჯა ეს თავარი ლომი ამ ლომების ბელადი რა ზის წინ და უსმენს მოკლედ ბევრი ისინია ლომები არიან აქ და უცბად უკან გაიხედა და მოდის ერთი წვერიანი ლომი მოკლედ აი რასაც ქვია მოხუცი ბაბუა ლომი ფაფრიანი თეთრი ფაფარი აქვს უკვე ჭაღარა აქვს შეპარული თან ისეთი რომ ყველა პატივს სცემს რაღაცა და გაწია ერთი ლომი გამოწია ნუ მოკლედ მოდის ამ მევიოლინესკენ რა ხან ერთი გაწია ხან მეორე მივიდა ბოლო მევიოლინ იმასთან რა ქვია ლომთანაც და გაწია ეს ბელადი ლომიც მივიდა და შეჭამა ეს მევიოლინე რა ხო და გაგიჟდა ეს ბელადი ლომი რა შვებაო კაცო შემოირტყა თავზე ასე თათები თუ ხელები რაც აქვს და რა გინდაო შეშობელ მე ვერ შევჭამდიო იმასო რას გლიჯავდიო უსმენდიო კაცო და ბებერი ლომი მოიხედავსო და ხაო ანუ ყრუი ხო ყრუი იყო და ბეთჰოვენი იყო ის ალბათ ხო შეიძლება და კარგი